ეროვნულ ბიბლიოთეკაში რიჩარდ ალექსი ჯორჯიანის წიგნის პრეზენტაცია და საჯარო ლექცია გაიმართა. მწერალმა საკუთარი პუბლიკაციის ქართულ მხედართა მატიანეს შესახებ ისაუბრა. წიგნში მოცემულია 16 წლიანი კვლევის შედეგი, რომელიც ამერიკაში, ინგლისსა და საქართველოში ჩატარდა. რიჩარდ ალექსი ჯორჯიანი ქართული მუჯირითის ალექსი გოგოხიაშვილის შვილია. წიგნზე მუშაობა მან სწორედ ბაბუის გამო გადაწყვიტა. ჩემი წიგნი 150-ზე მეტი ქართველი მხედარის შესახებაა, რომელიც ამერიკაში სამუშაოდ ჩავიდნენ. მასზე მრავალი წელი ვმუშაობდი და ამ ხნის განმავლობაში მთელს ამერიკაში ვეძებდი სტატიებს ქართველი მხედრების შესახებ. წიგნის დაწერა მამაჩემმა მთხოვა, რადგანაც მას სურდა ბაბუის შესახებ მეც და სხვებსაც უფრო მეტი სწორი ინფორმაცია გაგვეგო. ძალიან სრულყოფილი, ძალიან კაი ნამუშევარია. ზედმიწევნის სკრუპულოზულად არის ყველაფერი, ესეთი ნაპოვნი, აღწერილი და ეს მართლა ვისაც აინტერესებს სპეციალისტებისათვის, მკვლევარებისათვის და საერთოდ საერთოდ არაფერი არ გაუგონია, მისაღები ყველასათვის საინტერესო იქნება.